ამდენი წელია კინოში ვტრიალებ და თუ არ ვცდები პირველად მოხვდი ფილმის სამყაროდან ფილმში ასახულ სამყაროში. ჯერ ფილმი ვნახე და შემდეგ მის ავტორს ვესტუმრე. ჯერ ვნახე კინო, რომელშიც ყველაფერს ხსნის, არა იმდენად პერსონაჟი, რამდენადაც გარემო. თბილისის ქუჩები, ავტობუსის გაჩერებები, ფანჯრები, რომლებიც იხსნება გმირისთვის, რათა საკუთარი ნაჭუჭიდან გამოვიდეს და ამ გარემოს ნაწილად იგრძნოს თავი. ესაა ირინა ჟორდანიას ჰაერი ლურჯი აბრეშუმია, სულ ახალი ქართული ფილმი, რომელსაც იმედია მალე კინოთეატრებშიც უჩვენებენ. ირინა ჟორდანიას ვიცნობდი პირველ რიგში როგორც აქტივისტს, რომელიც თავის კოლეგებთან ერთად ბოიკოტს უცხადებს ეროვნულ კინოცენტრს და არ თანამშრომლობს კულტურის სახელისუფლო ბიუროკრატიასთან. ვიცნობდი როგორც ავტორს მოკლემეტრაჟიანი ფილმისა მარქსის ქუჩა ნომერი 12. სანამ სახლში ვესტუმრებოდი, მისი ეს ახალი ფილმიც ჰაერი ლურჯი აბრეშუმია ვნახე. სურათს ორი გმირი ყავს, ახალგაზრდა ქალი და ახალგაზრდა კაცი. მათ მარტოობა აერთიანებთ და კიდევ მარტოობისგან თავის დაღწევის სურვილი. აქ იხსნება სწორედ დიდი ფანჯრები. ალბათ მაინც ყველაზე დასამახსოვრებელი სახე ირინა ჟორდანიას ფილმში. ჰაერი შემოაღწევს ჩაკეტილ სივრცეში. ასეთი ჰაერი, რომელიც ყველაფერს აცოცხლებს, მართლაც გავს ლურჯ აბრეშუმს. ძალიან უჩვეულო ყოფილა ეს შეგრძნება, როცა ნახავ ფილმს და მეორე დღეს იმ სახეებს ფილმიდან რომ დაგამახსოვრდა. ფილმის ავტორის ბინაში ხედავ. ირინას სახლი ძალიან გავს მის ფილმს და ორივე ფილმიც და სახლიც ძალიან გავს ირინა ჟორდანიას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად გრძნობდე იმ გარემოს, სადაც ვიღებ, სადაც ვმუშაობ, სადაც თენდება, საიდან ეცემა. და არა მხოლოდ სახლი არის გარემო, მერე უკვე ქუჩაც, ქალაქიც ეგ გარემო, რომელიც ბევრნაირი შეიძლება რომ იყოს და დაიბადა უფრო იმ ვოისებიდან დაიბადა და რომელიც ფილმის განმავლობაში არის, ეგ არის დედაჩემის ბიძაშვილი არის. ხო. და ყველა ეგ ჩანაწერი დოკუმენტურია. ამ ქალის ხმა არის? ეს ქალის ხმა დოკუმენტურია. მე კიდე მინდოდა მე კითხა რა კარგი მსახიობია. არა, ყველა ეს ჩანაწერი არის დოკუმენტური და ეხაც გვიგზავნის მაგ ვოისებს და რუსეთში ცხოვრობდა. ხო, პეტერბურგში ცხოვრობს 90-იან წლებში წავიდა საქართველოდან, სამუშაო საძებნელად. ძალიან ბევრი არის ეგეთი ხალხი, ვინც წავიდა ზოგი რუსეთში, ზოგი ევროპაში. ვიცით ამ ხალხის შესახებ. ვინცაც შეძლო ეს რუსულენოვანია, დედა ყავდა რუსი და ხო. გვიგზავნის მაგ ვოისებს, ნათესავებს და ნუ აი ეგეთ რუტინულ რაღაცებს და მე კარგად თუ მოისმენ ძალიან დიდი თავი მოიკლა. არა, ეგ უკვე მოგონილი ისტორია. ეგ უკვე ვიფიქრე, რომ როდესაც არა გაქვს ადამიანისთვის დრო და ვის აქვს მაგის დრო ან რაღაც ენერგია, რომ ყველა კრემზე და იმაზე და ამაზე და როგორ დადის ტყეში და როგორ ამზადებს სამთრის რაღაცებს, ესეთ რაღაცებს ხო ვერ ვისმენთ და მე მგონი თითო ეგეთი ადამიანი ყველას ყავს ცხოვრებაში, ან დედის მეგობარი, ან მეზობელი, ან ვინც აი თავს გაბეზრებს რა, მუდმივად თავს გაბეზრებს და არც არ ყოფნის დრო და მე რაღაცა ეგეთი თუ მოხდება უკვე ირთვება ეგ სინდისის. ხო და რამდენი ფენა გამოვიდა ნახე? მარტოობა, რეალობასთან ურთიერთობა, ტექნოლოგიურ პროგრესთან ურთიერთობა. მე კითხე რომ მაყურებელი როდის ნახავს ფილმს, მეთქი, მაგრამ რაც ვთქვათ, ფართო მაყურებელი როგორც ამომე და იმედია მალე ნახავს, იმიტომ რომ
რეჟისორებს საერთოდ ძალიან ქართველ რეჟისორებს განსაკუთრებით საშინელი შიში ჰქონდათ ყოველთვის რომ არ მოძველდეს ფილმი. აი დააკვირდი ქართულ საბჭოთა კინოშიც ასე არის რომ უნდათ ხოლმე ისეთი ფილმები გადაიღო რომ არ ჩანდეს კონკრეტული დრო. ისეთ დროს მოგვიწია მაგ ფანჯრებიდან გადაღება, აი პანდემია სრულდებოდა, ჩანს კიდევაც რაღაც პირბადეები ისე კანტიკუნდად და უკრაინის ომი დაიწყო და აი ჩვენ ლანდშაფტს როგორ შეერია სხვა ხალხი რაღაც სხვანაირად ჩაცმულებით, ჩემოდნებით იქ მაქთის ოფისის წინ რაღაც პატარა რიგებით და ჩემთვის რაც იყო აი ძალიან საინტერესო და რაღაც ისეთი ლუპივით იყო რა როგორ ქალაქი და ეგ ქუჩა რაღაცნაირად ხარშავდა ამ ხალხს სათავისოდ და რაღაც თავის რიტმში სვამდა მაინც რა. მე მგონი ეგ თბილისის თვისება საერთოდ. აი რომ ვამბობთ რომ მულტიკულტურულია და მულტიეთნიკურია, ისტორიულადაც ხო ესეა რაღაცნაირად ითვისებს ეს ქალაქი ბევრ ამას. აი ეგ თითქოს აი ჩემ თვალწინ მოხდა ეგ და ეგ ძალიან საინტერესო იყო. აი ფარდები არ არის ხო ამ სახლში? ფარდები არ არის. მე მემტერები ფარდებს. ანუ ცხოვრებაშიც ემტერები. ცხოვრებაშიც მემტერები. ფარდებს, ბევრ ნივთებს, კედლებზე ნახატებს. აქ ბუნების ციკლს ხედავ რა, როგორ თენდება მაგას ხედავ, როგორ მე შუქი ტყდება მაგას ხედავ, ყოფერს ხედავ და რაღაც ისიც არის რა, შიგნითაც გიბიძგებს თუ მაგ ხასიათზე ხარ და ცხოვრების ეგ ეტაპი გაქვს რომ კარს ჩაკეტავ და ზიხარ და იყურები და 2024 წელს გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით აღინიშნა და რომელსაც თეატრო ლუკიანიც ესწრებოდა, ირინამ იმ საფრთხეების შესახებ ისაუბრა, რაც პარლამენტიდან სიტყვის, აზრისა და შემოქმედების თავისუფლებას ემუქრებოდა. მოიბოდიშა კიდეც, არ შემეძლო რომ გავჩუმებულიყავიო. მე მჯერა რომ თეატრისა და კინოს ინსტიტუტი მე მჯერა თითოეული თქვენგანის და ჩემი თავის და მისი მოწაფეების და კოლეგების რომ ჩვენ ყველა ერთად დავდგებით თავისუფალი სიტყვის აზრის თავისუფლად გამოხატვის სადარაჯოზე ბუდიში ამ კანტინერებისთვის დარბაზში, სადაც თეატრო ლუკიანის გარდა ხელისუფლების მომხრე კულტურის მუშაკები, მათ შორის გიზო ჟორდანიას კოლეგები ისხდნენ. ბევრმა იფიქრა ალბათ შეხვედრა გაგვიფუჭაო. რა დროს ამაზე ლაპარაკი იყო, საიუბილეო საღამოაო. არ არის გამორიცხული გადაუჩურჩულეს კიდეც ერთმანეთს მამას პატივს არსემსო. ხო იცით როგორ ხდება ხოლმე. დაგეგმილი ქონდა? იცი ვიცოდი რომ თუ მივიდოდი რაღაც ორი სიტყვა უნდა მეთქვა. ეს ნამდვილად ვიცოდი. რთული იყო ძალიან. რთული იყო იმიტომ რომ ეს არ იყო ის დარბაზი, სადაც ჩემი გარემო იქნებოდა მაგალითად ასე არ იყვნენ მამაჩემის მეგობრები, კოლეგები, ოპერის თეატრიდან, ინსტიტუტის პროფესორები, რაღაც ნაკლებად იყვნენ ესე მოწაფეები, აი ვისთანაც მე მეგობრობ მაგალითად იყვნენ, ხა აი კატო კალატოზიშვილი იყო, პაატეყვნენ, მაგრამ ესე რაღაცნაირად უფრო მარტოდ გრძნობდი თითქოს თავს. ესე არ იყო მე თვითონ რო ავდიოდი იმ სცენაზე რაღაც უკვე დამთავრებული იყო საღამო. აში დააგვიანე. არა, მე დავაგვიანე ასვლა, იმიტომ რომ ეს ჩემი ასვლა დაგეგმილი არ იყო სცენარში, არ იყო ეგ ასვლა გაწერილი და რაღაცნაირად ეგეც არ იყო ადვილი, რომ იქ ახვიდე სადაც არ გელოდებიან. და მეთქი ახლა რომ ჩამოვალ რაღაცნაირად ვიფიქრე, რომ ხალხი უკვე ადგა ფეხზე და მე ისევ დაჯდა. და მეთქი რაღაც სამარისებულს ამ აქტაშს არ ველოდებოდი მე თვითონ. ამიტომ ძალიან ვინერვიულე და მე მგონი ეგ რასაც თქვენ ამბობთ ეგ არ შეხვედი დარბაზში? არა, ვიყავი, ვესწრებოდი, თავიდანვე ვესწრებოდი. ხო. მაგრამ ნუ ვიყავი ერთ მეგობართან ერთად. ხო. ანუ ჩემ ჯგუფთან ერთად. როგორ ვთქვა, ხო, შეიძლება ეს სიტყვა კი არ მიყვარს მამკა. ეხლა უხდება ცუდი აურა იყო შენთვის.
უცხო უფრო ვიტყოდი. ჯერთი მამაჩემს არ უყვარდა იუბილეები საერთოდ. ხო. ამიტომ მომ გადაუხადეს. გადაუხადეს და მათ შეცდნენ, ხო? შენი აზრით. ანუ რო გაიგე რომ შეცდნენ მე მგონი ტაში, მე მგონი შეცდნენ იმაში რომ იფიქრეს რომ მთელი დარბაზი არ იქნებოდა ესეთი ჩემს მიმართ თანაგრძნობას და თანადგომას არ გამოხატავდა. მე მგონი მან შეცდნენ და სხვა შორის ერთ ინტერვიუში კი არა who is who არის ბიოგრაფიული ლექსიკონი და იქ წერს გიზო რომ ჩემი ერთადერთი მიზანი არის რომ ჩემი მოწაფეებიო არ იყვნენ თოჯინებიო და გარდაქმნა ადამიანებად, პიროვნებებად. ერთი დონა არწივზე. გონია რომ საქართველოში ცოტა არ იყოს უდიერად ეპყრობიან ქვეყნის თეატრალურ წარსულს. საუკეთესო სპექტაკლების ჩანაწერები ან არ არსებობს, ან წაშლილია. არადა რა საინტერესო იქნებოდა როგორ შეაფასებდნენ ახალგაზრდები, მაგალითად, გასული საუკუნის 80-იან წლებში უაღრესად პოპულარულ გიზო ჟორდანიას სახელოსნოს სპექტაკლებს. წარმოიდგინეთ, ეროვნული მოძრაობის გაძლიერების ხანაა, ხალხი ქუჩაშია გამოსული, რუსთაველზე სულ აქციებია და აქვე იქმნება ახალი ქართული სამსახიობო სკოლა. გიზო ჟორდანიას მოწაფეებით რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში. ხალხი აქციებიდან თეატრში მიდიოდა. თეატრი რეალობისგან განცალკევებით არ არსებობდა. თეატრი და ცხოვრება ერთიანი და განუყოფელი იყო. ეგ დასი მე მგონი რაღაცნაირად გაცდა თეატრის საზღვრებს, იმიტომ რომ ოჯახი იყო. ოჯახიც იყო და თან კიდე რა იყო, იცით? რაღაც ხალხი ერთხელ ორჯერ სამჯერ ან ოთხჯერ არ დადიოდა მაგ სპექტაკლებზე. დადიოდა სულ, როგორც სამსახურში თითქოს. არა ოჯახივით იყო როგორც ვიცი და გიზო იყო როგორც мама. გიზოს ჯგუფები იყო ყოველთვის პატარა თეატრები. ეგ გამიგია ხშირად. მარტო ეგ ჯგუფი არ იყო, აი მამუკა კიკალეიშვილის ჯგუფი იყო კიდე ეგეთი. საერთოდ პირველად თეატრი მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ პირველად რაღაცნაირად მივხვდი მან რა არის თეატრი კულისებიდანაც და დარბაზიდანაც, იმიტომ რომ მე ძალიან პატარა რაღაც დავრბოდი იქ და უნდა რომ გავყოლოდი თეატრში. არა. ისე რა სინთეზური თეატრის დავარქვათ, არ ვიცი როგორ დავარქვათ, მომხრე იყო. ხო? და ნუ რაღაცნაირად ლოგიკურიც არის, რომ შენ წახვედი კინოში, ხო? ასეთი მნიშვნელოვანი იყო მისი თეატრისთვის ხმა, ასე ვთქვათ, გამოსახულება, მათი კავშირი, ხო, ისევე როგორც შენთვის და რაღაცა ლოგიკური არის, რომ კინოს წახვედი, მაგრამ სანამ კამერას ჩავსარდი მითხარი რომ აი ესო მეჯავრებოდა ყოველთვის რა გიზო ჟორდანიას შვილი. ეხა გამოვიდა რომ გადაცემაში ესე გამოვიდა. ხარ გიზო ჟორდანიას შვილი. მაგრამ არ გისარგებლია იმით რომ გიზოს შვილი ხარ. იცით რა, აი რაზე შემილია გადავჭრით. თქვა რომ არ მისარგებ, არა არასდროს, მაგრამ ნუ მე ისე წავიდა რომ მე ხო აი რაც თითქოს არ გამიჭირდეთ რა საქმეა. ანკონია ეგ განცდა. იცი არ მიმუშავია არასდროს ისეთ ადგილას, სადაც მაგითი ეს მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა. ხო, რაღაცნაირად არსებობს ტრადიციის გაგრძელების მშვენიერი მაგალითები და ჩვენთანაც და სხვაგანაც, მაგრამ მე ეგ არ მომწონს. კრიტიკული იყავი? გიზოს მიმართ? კი. ან შეგელო რაღაცა ხო, რა თქმა უნდა, კი. და გისმენდა? კი. ეკაია. მისმენდა, კი. თვითონ ნაკლებად იყო ჩემს მიმართ კრიტიკული. არ იყო კრიტიკული რაღაც. და თუ საიდუმლო არ არის, აი რა არ მოგწონდა? აი რა შეგეძლო გეთქვა?
რა ყველაფერი შემეძლო მე თქვა, შემეძლო სპექტაკლზე მე თქვა, შემეძლო ყველაფერი შემეძლო რომ მე თქვა. მაგრამ შეკითხვები ეხა უფრო მაქვს. მაშინ რაღაც ესე სერიოზულად არ აღვიქვამდი ბევრ რაღაცას და სხვათა შორის ეგეც მე მგონი მაგის გიზოს დამოკიდებულება იყო ეგეთი რომ მეტად სერიოზულად არ უნდა აღიქვა შენი თავი არასდროს ეგ არა მარტო შენი თავი ანუ მაგით იყო ცნობილი რომ ცდილობდა რომ რაც შეიძლება მეტი ირონია და იუმორი რის დეფიციტის გვაქვს ხო შენ არჩუნებინა ყველაფერში როგორც მე ხვდები მაგრამ მაის ჯგუფი კარგი ჯგუფი რო იყო რო ვთქვით ხო კოჩა კაპანაძე ნანუკა ხოლე ეკითხება რომ ეს რა ქვია აი რა ამბობენ რომ სულ ამბობთ რომ ძალიან პრინციპული ადამიანი იყო და არასოდეს არ მეუბნები ამბობენ რომ მაინც არა კონკრეტებენ რომ რაში გამოიხატებოდა მისი პრინციპულობა და არ მახსოვს რომ ჭოლამ თქვა მე მგონი რომ თუ არ ვწდები ამ გოჩამ ესო ის არასოდეს არ შეასრულებდა მთავრობის მოთხოვნას და ეს ხდება იმედის ეთერში ამ მოწაფეებს შორის იყო ადამიანები რომლებიც რბილად რო თქვათ არ არიან ბოიკოტის რეჟიმში რბილად ვამბობ ხო გიზოს მოწაფეები ხო ეს დათას ანუ სამეფო უბნის თეატრიც ხო გიზოს ჯგუფი არის მთლიანად ეგ დათას ჯგუფი ხო ეგეც ცალკე თეატრი გიზო იამაყებდა ამ ჯგუფით ამ შვილები მე ეგრე წინააღმდეგი ვარ რომ ეგრე თქვა რითი იამაყებდა ან არ იამაყებდა ანუ არ მგონია შეიძლება ჩემთვის ვიცი, მაგრამ არ მგონია რომ ჩემი სალაპარაკოა ეგ. ყოველ შემთხვევაში ის რაც დანამდვილებით ვიცი, რომ სტუდენტების საწინააღმდეგოდ არასდროს არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამდა და რომც ეფიქრა, რომ მისი სტუდენტები, ახალგაზრდები, შემდეგი თაობა რაღაცას არასწორად აკეთებს, მაინც მათ გვერდზე იქნება და ეგ ვიცი უპირობოდ და დანამდვილებით. დანამდვილებით, რომც არ დათანხმდა. ანუ გავრცელებული არის ეს აზრი, რომ 9 აპრილსო კარი გაუღო ხალხს, ეგ თეატრის კარი გაუღო. რუსთაველის თეატრის კარი. რუსთაველის თეატრის კარი. ხო, და შეიფარა. და შეიყვანა. თვითონაც იყო ამ ამბების მონაწილე იყო და იცით კიდე რა იყო, რაღაც მის ბიოგრაფიაში იყო ეგეთი მომენტები, როდესაც აი მაგალითად რექტორი იყო ზუსტად აი ომის შემდეგ, ომის დროსაც რექტორი იყო და ყოველდღე დადიოდა სამსახურში და თითქოს რაღაცნაირად იცავდა ამ შენობას და მართლა მაგ შენობას მაშინ ხო რაღაც შეიძლება არის ქართული პატარა რაღაცა ეს მიკროსოციუმი რო ვარ რომ ყველა მიცოდა რომ იქ იყო. ყველა მიცოდა რომ იქ იყო და ამიტომ ეგ ადგილი პოლიგონი აღარ იყო. აი გვერდზე სასტუმრო თბილისი იყო და ეგ არ იყო და მერე იყო ზვიადისტებზე ნადირობა როგორც კუდიანებზე და სხვა შორის ძალიან შენ მაია თომაძე ახსენე. ძალიან ბევრი უმაღლესიდან ბევრი სამსახურიდან ყველა სამსახურიდან გაუშვეს ზვიადისტები მაშინ თუ გახსოვთ. კი როგორ არ მახსოვს. თეატრალურ ინსტიტუტში ეგ არ მომხდარა არც ერთი ადამიანი არ წასულა. ანამდე იყო აი ოპერა როცა დაიწყო, ეგ ხა ისე მონაყოლით ვიცი, გიზო იყო ოპერის თეატრის მთავარი რეჟისორი მაშინ და თითქოს რაღაცას ცდილობდნენ რომ რაღაცა შეეკერათ თუ არ ვწდები ვახტანგ ჭაბუკიანიც მონაწილეობდა მაგაში რაღაც საქმის შეკერა 70 რაღაც საქმის შეკერა ხანძარი გიზო იყო მაგ აი ნახეთ ეს ფოტოები გიზოს მთელი არქივი მან სიტყვა კიდევაც სიტყვა რაღაც ფოტოები გადარჩა ხანძრისგან ხო და მაგაზეც უარი თქვა რაღაც თითქოს აი მაშინ ოპერაში მუშაობდა. მაშინ ოპერაში მუშაობდა, მანამდე ქონდა დადგმები ძალიან წარმატებული, როგორც ვიცი, გერმანიაში და მე უკვე 20 წლით ჩაიკეტა და ვეღარსა
ან მქონდა რაღაც შემოთავაზებები, კარმენი უნდა დაედგა და პარტიტურა უკვე მზად იყო და ყველაფერი მზად იყო და მე ჩაკეტეს და უკვე სამგროშიანი ოპერაც წავიდა. სამგროშიანი ოპერა უკვე აქ მარჯანიშვილის თეატრში, ხო. ეს რა არის? ეს არის მისი ინსცენირება არის ეხა რაღაცა ირინა ჟორდანი. ხო, რაღაც შემდეგი ფილმი თუ კი გადავიღე, როდესმე ყოველდღეში ვწერ და ერთი ხაზი მაგ მიუზიკლის ხაზი, ცალკე დამოუკიდებელი ხაზი და აი ხო ხედავ როგორ შეერთდი. შეკი ამბობ რომ ეს სხვაგან ვარ, ის სხვაგან. ძალიან სასაცილო იყო უცნობის შოუში რო ვიყავით. მე და ჩემი მეგობარი. მიხოდი. დაურეკე, მე თვითონ დაურეკე. რაღაცაზე გაპრასტი. იცი წინა გადაცემაში ყავდა მიწვეული ის კინოცენტრის აი რეორგანიზაციის შედეგად რაც მოხდა ეგ ხალხი და დაურეკე. ვიცნობ და უთხარი რომ მეც ვარ პროტესტის ნაწილი და მეც მინდა მოსვლა შენს გადაცემაში თუ კი ეს შესაძლებელია და დამთანხმდა და დამირეკა და მივედით მე და კი და მაგის მადლობელი ვარ სხვათა შორის მაგ აბიჯის და ისე მე მგონი არ ბლოკავს არავის სურა ჯაფარიძეც მივიდაურო არ მიდიან თუ ხო რაღაც მე ჩავთვალე რომ მნიშვნელოვანი იყო სწორედ იმ გველში შესვლა და მივედით მე და ამირან დოლიძე და წარგვადგინა, ნუ შეგხვდა კარგად, დაგხვდა, დაგვითმო ეთერი 1 საათიანი ყველაფერი პირდაპირ ეთერი გვინდა და ჩვენ და გადაცემაც პირდაპირ ეთერს გულისხმობს და გაიცანით რომ ეს არის ჭირი ახალგაზრდა რეჟისორი ამირან დოლიძე და ეს არის გიზა ჟორდანიას შვილი. ეს ახალგაზრდები იმ პროცესებში მონაწილეობენ, რა პროცესების დღეს კინოცენტრის გარშემო ვითარდება. ირინა გახლავთ ჩემი უსაყვარლესი ადამიანის გიზო ჟორდანიას შვილი და ამ ქვეყანას ნიჭს ბევრი სხვა ცაცლის, მაგრამ ნიჭისგან მაინც არ იცლება. აგერ ქართველი კინემატოგრაფისტები, ის ჯგუფი რომლის წევრიცაა ირინა 2023 წლიდან ბოიკოტს უცხადებენ ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელობას და არ იღებენ მონაწილეობას, როგორც თავად ამბობენ, მიტაცებული კინოცენტრის პროექტებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნიჭიერი ხალხი, ნიჭიერი ახალგაზრდები, ვისაც ახალი ფილმების პროექტები მაგიდაზე უდევთ, ასე უმოქმედოდ რჩებიან. თუმცა უმოქმედობას მაინც ვერ დავაბრალებთ. მათი უმრავლესობა მთელი ეს წელი თითქმის ყოველდღე რუსთაველზეა. თავიანთი მოთხოვნაც არ შეუცვლიათ. კინოცენტრის ხელმძღვანელობა მხოლოდ გამჭვირვალე და საჯარო პროცესით უნდა იყოს არჩეული და რაც თავარია ქართული კინო უნდა განთავისუფლდეს ცენზურისგან. იგალი კლიკაძის ჯარმუშის ინსპირაციით გაკეთებული ბარი. ჩვენი თავშეყრის ადგილია უკვე რა ვიცი, რაც ეს კინოპროტესტი დაიწყო, მან ვიკრიბებით ხოლმე. იგას გარეშე ძალიან სევდიანია ეგ ადგილი. მაგრამ ისეთი турბულენტური გარემოა, რომ აი ხვალ თავას პროცესია ჩანიშნული. სალამი, ვინც მოხვედით, მადლობა. გიო. აი, ცირაჟვანია. გოგო, 10 დღე მივსაჯეს. ვიღაცა მეუნება ეს ცირაჟვანია გოგო. 10? 10. ამ გაზარდეს რა გოგო. სერიოზულად მეუნება. კინოსახლი. ეს არის კინოცენტრი. უფრო კინოსახლია, კინოცენტრი ვერა გვაქვს. ქართული კინო თავისუფლებისთვის ასე ქვია ბოიკოტში მყოფი კინემატოგრაფისტების გაერთიანებას. დღეს გაერთიანების წევრთა მიზანი არა მარტო ქართული კინოს გადარჩენა, არამედ ეროვნული კინოს პოპულარიზაციაცაა. სად უნდა ნახოს ხალხმა ეს ქართული ფილმები, როცა კინოთეატრები აღარ გვაქვს. ირინას შეხვედრა კინოთეატრ რუსთაველთან დაუნიშნე. უпроსტად ყოფილ კინოთეატრ რუსთაველთან.
ისე ჩაუარე შენობას, რომ თავიდან ვერ ვიცანი. რანაირად შეუღებიათ. ისიც ვერ გავარკვევთ, ვინაა ეს ხალხი ახლა უკვე ყოფილი კინოთეატრის შენობასთან რო ფუსფუსებს. თურმე არაბული სამშენებლო კომპანიის ოფისი იხსნება აქ. ირინასთან ჩემი შეხვედრიდან მეორე დღეს გაიხსნა. გახსნას თლიანად ქართული ოცნების მთავრობა დაესწრო. ძეგლებიც როგორ შეუღებიათ ნახე. ეგრე ვინ ექცევა თავის ქალაქს, არ ვიცი, ვინ ექცევა ეგრე. ეგრე ყველაფრის უგულებელ ყოფა. არ ვიცი. ნუ არ ვიცი, ალბათ ბათუმი რომელთანაც ბევრი რამე გაკავშირებს, როგორ ბათუმიც აღარ არის ბათუმი, აღარ. ხო და როგორ უნდა ვებრძოლოთო და განა მარტო შენობებზეა ლაპარაკი. შენობები ნაწილი, არქიტექტურა ხო ყველაზე. კინოთეატრი კი არა, ქართული კინოც ისე დღეს ჩავარდა, ხო? რა ქვია, რეფორმა დაარქვეს კინოცენტრის. კინოცენტრის რეფორმა დაარქვეს და მე რაღაცნაირად ჩვენს მიმართ იყო ესეთი ბრალდება, რომ თითქოს ჩვენ ვეწინააღმდეგებით რეფორმას. რაც ახლა რეფორმა რაში გამოიხატებოდა, რომ უბრალოდ ძველი ხალხი გაუშვეს და თავიანთი ხალხი მოიყვანეს. თუ კიდე რა იყო? ცენზურა დააწესეს. ცენზურა და, ნუ ეს იყო რეფორმა. ეგ ხალხი მე როგორც ხვდები, უბრალოდ მათ არ შეუძლიათ ცენზურის გარეშე ეს მართლობის ის ფორმა არის, რომელიც მათ ყველაზე მეტად მოწონთ, ამიტომ ალბათ ცენზურას არ ეძახიან იმას, რაც გააკეთეს, უბრალოდ ჩვენები და არაჩვენები. ხო. ვინც ჩვენთან არის, ჩვენი მტერია. რა თქმა უნდა, დაყოფა. ხო, ალბათ. შუღლის გაღვივება, უნდობლობის გაჩენა და მე როგორც ხედავ, ეგ რაღაც ტესტი იყო რა, ის რაც მოხდა კინოცენტრში, ეს იყო ტესტი, რამდენად გამოვა და რამდენად სფერო შეეწინა აღმდეგება ან დაყვება ამ ნებას. ესე მგონია, რომ ეგ იყო ტესტი. ნუ მე მწერლებში გამეორდა იგივე. მწერლებში უფრო ადრე დაიწყო სხვათა შორის, უფრო ადრე დაიწყო და მაგრამ ეს ბოიკოტი როგორც ეგეთი, მე როგორც ვიცი, ჩვენ გამოვაცხადეთ, ანუ ბოიკოტის რეჟიმში ჩვენ ჩავდექი. ხო და აი სამაგალითოა. არა, იმათმაც უარით, ხო, არა. არა, სამაგალითო, იმიტომ რომ მე მახსოვს, რომ ზვიად რატიანის ინციდენტი რომ მოხდა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რო გააშუქა მე ის რაც მოხდა, ხო, პოლიციელებთან. მე გამოცხადდა ბოიკოტი საზოგადოებრივ მაუწყებელს. კი. მაგრამ სამწუხაროდ რა ვიცი, ჩაიშალა ორ კვირაში და სამ კვირაში და მე ხედავდი ახლობელ ადამიანებს, რომლებიც იმ ტელევიზიის ეთერში გადაცემები მიყავდათ და საუბრობდნენ და ასე შემდეგ. კინემატოგრაფისტებმა გაძლეს ბოლომდე. მე მახსოვს, რომ დისკუსია იყო დასაწყისში, გვინდა თუ არ გვინდა ბოიკოტი, ღირს თუ არ ღირს. იცით რა, ჩვენს შორისაც იყო ეგ დისკუსია და მგონი რომ ეგ ნორმალური არის. იმიტომ რომ იყო ხალხი, რომელიც ფიქრობდა, რომ ეს არ არის სწორი გზა. უბრალოდ ვინც ასე არ ფიქრობდა, ის ხალხი აღმოჩნდით მეტი. და ეგ რა თქმა უნდა დისკუსიის საგანი არის ახლა რა ჯობია, თქვენც ახსენეთ, რომ როგორ ჯობია იმუშაო თუ გააჩერო ეს პროცესი. ეგ სამსჯელო არის და მაგ მსჯელობაში თვით ვერაფერს ვერ ხედავ. და ამ ბოიკოტის შემდეგ და მთელი ამ პროცესის შემდეგ ერთადერთი რაც აი ისიც მჯერა რა სიმართლე გითხრათ, თუ კი არსებობს ეგეთი ფენომენი, ხო, თქვათ ეროვნული კინო, ქართული კინო, აი არსებობს ასეთი რაღაცა, ალბათ არსებობს ქართული კულტურა, ეგ ციდან ხო არ მოდის. მე მგონია, რომ ეგ ჩვენი ბოიკოტი და ეგ ერთობა რაღაც ახალს დაბადებს. ისევე როგორც მგონია, რომ ის ერთიანობის გზნობა თეატრის ხალხის, კინოს ხალხთან, მწერლებთან, აი ჯერ მარტო არქეოლოგებთან, რომლებიც ჩვენთან ერთად დადიოდნენ და ძალიან გვეხმარებოდნენ, ზაფხულში გქონდა ჩვენ ესეთი 45 ადგილას ვაჩვენეთ თანამედროვე ქართული კინო სოფლებში, ქალაქებში და ძნელად მისადგომ სოფლებში არქეოლოგებს დავყავდით, აი სოფელ თაგოში აგვიყვანეს ეს ცელებრივი მანქანით ვერ ახალ და სადაც არასდროს არ იყო კინოთეატრი მაგალითად და მე
ეგ ძალიან კაი იყო, ეგ ძალიან კაი იყო. არა, ინტერესიც. ძალიან დიდი ინტერესი, ეგ ყოფილი ტყუილია. და ეს ხალხი არ გეკითხებოდა, ოიკოჩია. რა თქმა უნდა. და უყვებოდა. რა თქმა უნდა. თავიდან ვლაპარაკობდით კინოზე, კინო ჩაგხონდა და ვლაპარაკობდით კინოზე, რა თქმა უნდა. რეჟისორები ჩაყავდა, მსახიობები, ავტორები, ფილმის ავტორები, ფილმის ავტორი ადამიანი აკეთებს და ეგ დისკუსია კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, იმიტომ რომ ძალიან ამცირებს დისტანციას, მაგალითად პერიფერიასა და ცენტრს შორის ამცირებს დისტანციას, ამცირებს ადამიანი მაგალითად სკოლის მოწაფე, როდესაც უყურებს ფილმს და ხვდება მერე შემოქმედებით ჯგუფს და მის შეკითხვებზე პასუხობენ, ხვდება რომ მისთვისაც ეგ შესაძლებელია და ეგ ძალიან კაია. ირინა დარწმუნებულია, რომ კინოცენტრის ქართული კინოს მთავარი საყრდენის დამოუკიდებლობას ბოლო მოეღო. ეს ორგანიზაცია მიტაცებულია. ვატყობ, რომ საქმეზე საუბარი ურჩევნია მამაზე სენტიმენტალურ მოგონებებს. ასე საუბარში იმასაც დიდად არ აქცევს ყურადღებას, რომ გაუქმებული კინოთეატრიდან რუსთაველის თეატრამდე მივედით. იმ თეატრამდე, რომლის კარი დღეს დემონსტრანტებს დაუკეტეს.